მოგესალმებით მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერშია ახალ ამბებს 6 საათზე ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. სრულიად საქართველო ახალი და უკეთესი მომავლის მოლოდინშია. ზუსტად 6 საათში 2013 წელი დადგება და დაიწყება ახალი ეტაპი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი განსაკუთრებული სიხარული და ინტერესით ელის. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური შეეცდება წინა საახალწლო განწყობა შეგიქმნათ და ახალი წლის დადგომამდე ის დაუვიწყარი მოვლენები გაგახსენოთ, რომლებმაც 2012 წელს ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ეს წელი პირველ რიგში სწორედ მეცხრე არხისთვის იყო მნიშვნელოვანი. 8 წლიანი პაუზის შემდეგ 2012 წლის 30 აპრილს მეცხრე არხის მაუწყებლობა აღდგა. მას შემდეგ მედია სივრცეში ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. მფლობელებს დაუბრუნდა ტელეკომპანია იმედი რუსთავიორის აქციათა ნაწილი კი რამდენჯერმე გასხვისდა. მაესტროს დაყადაღებული ქონება, საზოგადოებრივი მაუწყებლის შეცვლილი ხელმძღვანელობა და იდეები ახალი ტელეკომპანიების გახსნაზე, რაც დაუჯდა მეცხრე არხ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება. 2012 წლის მოვლენები ქართულ მედიაში ნახეთ საღამოს 9 საათზე ჩვენს საახალწლო ეთერში. პირველად საქართველოს ისტორიაში 2012 წელს აღმასრულებელი ხელისუფლება დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალა. გაჩნდა ტერმინი კოჰაბიტაცია, რომლის მიღწევაც ქართველი პოლიტიკოსებისათვის არც თუ ისე იოლი აღმოჩნდა. პრეზიდენტი ოპოზიციაში და პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ერთწლიანი წინასაარჩევნო კამპანიით საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება შეძლო. წლის პოლიტიკური მოვლენები ნახეთ თამთა ჯანაძის რეპორტაჟში საღამოს 9 საათზე. ქართულმა ხალხმა გააკეთა თავის არჩევანი, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით მომავალში, რომ ქართველი ერის არჩევა შევეცოთ პატივს. ჩვენს ოპონენტებს ვაცხადებით და ვაცხადებ დღესაც, მოექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა. საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები აქტიურად შუქდებოდა მსოფლიო მედიაში. უცხოური პრესა არ ტოვებდა არც ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა საპროტესტო აქციები, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე, 1 ოქტომბრის არჩევნები და ციხის კადრები, რომელმაც თითოეული ადამიანი შეძრა. საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ მსოფლიო პრესის ტონი და აქცენტები პოზიტიურობისაკენ მნიშვნელოვნად შეიცვალა. უცხოური პრესა საქართველოს შესახებ ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ბრიტანული ინდეპენდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესახებ წერს. ბატონმა ივანიშვილმა უცხოელი ჟურნალისტების მცირე ჯგუფი მიიწვია. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ყველა დაკავება უკავშირდება უთხოვარ დანაშაულს და ამასთან დაკავშირებული საერთაშორისო პროტესტი გაუგებრობით იყო გამოწვეული. ევროპა მიეჩვია სააკაშვილის მთავრობის მიერ დახატულ მომნოსხოლ და გამოგონილ სურათს, ამბობს ბატონი ივანიშვილი. ის ახერხებდა წარმატებისთვის მიღწევას ევროპელი ლიდერების მოტყუებით. ის გაქნილი მატყუარაა, წერს ჟურნალისტი. ფრანკფურტენ რუნშაუნის ჟურნალისტის განცხადებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხიმილითა და ხელის მშვიდი მოძრაობით საუბრობს. ის გარეგნობითაც კი სააკაშვილის ანტიპოდია. უფრო ბანკირის გავს და პოლიტიკაში წასვლამდე სწორედ ბანკირი იყო. როგორც გამოცემის ჟურნალისტი კრისტიან ეში სტატიაში აღნიშნავს, ახლა თბილისელები ძველი თბილისის პატარა ქუჩებიდან უყურებენ სასახლეს და უხარიათ, რომ მათი საძულველი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიბრელეში ზის. იაპონური გაზეთი მაინიჩი საქართველოს საგარეო კურსის შესახებ წერს. ხმები საქართველოს მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნების შესახებ როგორც ჩანს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ისევე როგორც არც ბიძინა ივანიშვილი არის რუსული პროექტი, ასევე არც ქართული ოცნებაა პრორუსული პარტია. რუსეთთან ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას შვეიცარიული გამოცემა ლეტემპი. საქართველოს პრემიერი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში ამ ეტაპზე წინაპლანზე რეალისტურ პრიორიტეტებს აყენებს. საჰაერო მიმოსვლის აღდგენას, რეგულარულ საფუძველზე ადამიანებს შორის ურთიერთობების ჰუმანიტარულ ასპექტს, კულტურული კავშირების განვითარების ხელშეწყობასა და რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებას. The National Interest-ი სტატიაში საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს. იმით, რომ ხელისუფლების გადაცემას სამართლიანობის პრობლემა დაქცევენ, ბევრი ცდილობს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თეთრი მტრედივით უცოდველად დახატოს. ასე იქცევიან ისინი 2003 წლის ვარდების რევოლუციიდან დღემდე. სააკაშვილის ამ უპირობო დამცველებს ადრე უნდა დაეწყოთ მისი კრიტიკა, რათა ეიძულებინათ ნამდვილი დემოკრატივით ემოქმედა. ეს იქნებოდა საუკეთესო გზა, რომელიც სააკაშვილს საკუთარი თავისგან დაიცავდა. დღეს ეს მხარდამჭერები და მისი ყოფილი მინისტრები ოპოზიციასა და დაბალანსებულ მედიას სამართალსა და დაცვას თხოვენ. არადა ასეთი რიტორიკისთვის ბოლო 8 წლის განმავლობაში რომ მიემართათ, დღეს მათი მოთხოვნები უფრო სარწმუნო იქნებოდა.
ფრანგული ტელეკომპანიის ფრანსორის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობების ნორმალიზების კურსსა და ევროატლანტიკურ არჩევანზეა საუბარი. საქართველოს პრემიერმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. თუმცა აღნიშნა, რომ საუბარი არ არის გულგადაშლილ დამოკიდებულებაზე ქვეყანასთან, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილები აქვს ოკუპირებული. ამავე დროს საქართველოს იუსტიციის ახალი მინისტრი ევროატლანტიკური არჩევანის ერთგულებას ადასტურებს და ქართული საზოგადოების ევროპული არჩევანის პრიორიტეტს ხაზს უსვავს. 2013 წელი აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით წყლის გველის წელიწადია. მომავალი წლის ტენდენციებზე ასტროლოგები და დიზაინერები საუბრობენ. როგორ უნდა შევხვდეთ ახალ წელს, რა სამოსია მოდური და როგორ უნდა მოვიპოვოთ გველის კეთილგანწყობა, ნახეთ ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. გველი ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც აუცილებლად ითხოვს მოკლე გზების ძიებას, ბიზნესკენ მიმოვალ. ზედმეტ ენერგიას ძალას იგი არ ხარჯავს. გველი აუცილებლად ითხოვს ადამიანების გარეგენერაციას, ანუ ზომას უჭირს, იგი ტყავს იცვლის. რისთვის ხდება ეს? აი პირველი ნახევარი წლისა გაცილებით რთულია, დაწებულია. მათ ჯერ კიდევ აქვს ეს დრაკონის რთული პერიოდის გადმონაშთები გარკვეულწილად. და აქედან გამომდინარე, წლის პირველი ნახევარი ბევრს შეუქმნის ფსიქოლოგიურ პრობლემებს. შეიძლება იყოს გარკვეული ექსტრემალური სიტუაციების. მეორე ნახევარი უფრო მშვიდია ამ მხრივ. კანისფერ, რომელიც ესეთი აქტუალური ფაქტორად არასდროს არ ყოფილა. ტოპები, რომელიც საქართველოს სხვათა შორის ძალიან მარტივად აითვისეს და უკვე აქცენტირებულად აცვიათ და ესეთი სანატრელი დეკოლტეები, აი ესეთი ფურფუშები, წიგდახურული და ზურგი აბსოლუტურად მოხდილი, რომელიც ასევე ჰიტია სეზონის. 2013 წელს ყველაზე აქტუალური, ეს არის აქცენტირებული წელი, ქვემოთ გაშლილი ქვედაბოლოები, ისევე დეკოლტე. ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენი კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის ზრუნავენ, მათ უმეტესობას ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვედრის ფუფუნებას პროფესია არ მისცემს. მით უმეტეს, რომ ახალი წლის დღეები გაუთვალისწინებელი შემთხვევებით დატვირთული იქნება. ეცადეთ, რომ ახალ წელს უსაფრთხოების ყველა წესი დაიცვათ, მაშინ მეხანძრეები და მაშველები 2013 წლის შეხვედრას არა რომელიმე სახლის სახურავზე, არამედ კოლეგებთან ერთად შეძლებენ. გილოცავთ ახალ წელს. კომპანია City Park-ი ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. გილოცავთ ახალ წელს. როგორც ვიცი, ეს წელი არის ყველაზე მშვიდობიანი, იმიტომ რომ არის გველის წელი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველოს გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. ეს წელი ყოფილიყოს მათთვის ბედნიერების მონტანი. ძალიან და გამორჩეულად მიყვარს. რა თქმა უნდა, ბანალურად ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს და რაც თავარია მშვიდობას და ასევე მთელ საქართველოს, რომელიც ძალიან მიყვარს. მიულოცავთ სრულიად საქართველოს. დამდეგ 2013 წელს მერთმა მრავალს დაგვასწროს ჯანმრთელად, ბედნიერად, ხოვლის და ბარაქის მონტანი ყოფილიყოს ეს წელიწადი. სახელით მეცხრე აქვს ულოცავ დამდეგ 2013 წელს ბედნიერების, სიკეთის და წარმატებული წელი ყოფილიყოს. დაგვებედოს უცნებების ახდენა და მრავალი ბედნიერი წელი. ძალიან დიდ ბედნიერებას უსურვებ თითოეულ ქართველს, მშვიდობას, მხნეობას, ბარაქა, არ მოგვაკლოს მეტ. გილოცავ 2013 წელს ჩემო ძვირფასო საქართველოს. აჭარის მაღალმთიან სოფლებში ახალი წლისთვის ტრადიციულ აჭარულ ტკბილეულს ამზადებენ. ბორანო და სინორი საახალწლო სუფრას ყველა ოჯახში დაამშვენებს. იქ სადაც ძნელად მისადგომი სოფლებია, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს ელოდებიან. სადღესასწაულო განწყობას მეკვლის მოლოდინიც ამძაფრებს. სჯერათ, რომ მთელი წლის წარმატება სწორედ მეკვლის ფეხზე იქნება დამოკიდებული. 77 წლის ჰედიე ჩიკვაიძის დილა 7 საათზე იწყება. ჰედიე ბებო პირველ რიგში ძროხის მოსაწვევად მიდის. ბუხუ და გოგონა და შავთვალა ჰედიეს ფეხის ხმაზე ცნობენ. რა შევა ბუხუდა? ბუხუდა. აი ძები კაცებო. გოგონა, აცხა.
შავთვალასგან დღეში 10 ლიტრ ძეს იღებს. ვიდრე ერთ ძეს შინ მიიტანს, გზად არყის სახდელ ქვაბს ცეცხლს უნთებს. 120 ლიტრა არ ახსუნდა 4 დღე. 4 დღეში დამთავრდება. პირველი გამონახადი და მეორე გამონახადზე და 4 დღეში ასე დამთავრდება. მანამ არა დამთავრდება ეგ. ძალიან გამოსახდელი, ძალიან რთული და ძნელი გამოსახდელია. აჭარაში ქედის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ჰედიე ჩიკვაიძე 55 წლის წინ მაჭანკლობით გაათხოვეს. შვილიშვილები და შვილთაშვილები ქალაქში დაბინავდნენ. ჰედიე მათ სოფლიდან ყველით, ნადუღით, კაიმაღით და კარაქით ამარაგებს. ახლა მე ამით ყველს ამევღებ. ყველის ამონაღებით შრაც სამადუღებ გავაკეთებ ნადუღს. ნადუღიდან მშვენიერი ყურუთი გამოდის. აქედან კარაქი გამოდის, მაშინაში გავატარებ. 10 ლიტრ რძე 1 კილო კარაქია. შეშის ხუმეზე ბატი ბუცხალავს. ამბობს, რომ ბურბუშელასთვის მარილი, ზეთი და კარგი ცეცხლი აუცილებელია. დავახუროთ თან და მივსცეთ უნდა მაგარი ცეცხლი. რა დატყუჩოს. ჰედიე ბებო წელიწადში 2 ჯერ 30 დღე მარხულობს. მარხვის დროს საკვებს დღეში 2 ჯერ საღამოს 7 საათსა და ღამის 4 საათზე იღებს. მისი თქმით, სხვა დროს წყლის დალებაც არ შეიძლება. დღეში 3 ჯერ დაიმარ. მილოცო. მე რომ ვაკეთე ეს 5 ჯერ. ამფრად დააკეთო 5 ჯერ. გიგე? 5 ჯერ ადგენა დაждენა და დღეში 4 ჯერ. ყოველთვის და იყო მისთვის სამსახურში, მის ფიქრში და იყო. კარტოფილი, ბულგარული, სიმინდი, პომიდორი და ხილი. ეს წლიდან წლამდე 77 წლის ჰედიეს მოსავალია. მაღალმთიან სოფელში თოვლის მოსვლის შემდეგ გაიკეტება. ამიტომ ზამთრისთვის სურსათი უკვე მომარაგებული აქვს. ჰედიე ბებომ ტრადიცია გაიხსენა და სპეციალურად მეცხრე არხისთვის აჭარული ტკბილეული ყათმერი მოამზადა. ჩვენ ახალგაზრდობა მიცოდა, ძველებმა კარნას მოუჭრიდით. მე ამ ყათმერს გავაკეთებდით და იყო ჩვენი ნამცხვარი. ჰედიე ბებო ახალწელს ასე გვილოცავს. ჯანმრთელობა მოგცონ, ხვავი ბარაკა მოგცონ ჯიბეში. თუ გსურთ, რომ ახალი წლის სუფრა ფრანგი კულინარის რეცეპტით დამზადებული კოქტეილით და ტრიუფელით დაამშვენოთ, მაშინ უყურეთ რეპორტაჟს, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ. საფრანგეთიდან ჩამოსული კულინარი ქართულ დიასახლისებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ერთად ვნახოთ, როგორ მზადდება ტკბილეული, რომლის ინგრედიენტების შეძენასაც ძალიან მარტივად უახლოეს სუპერმარკეტში შეძლებთ. ტკბილეული საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია. დიასახლისებს, რომლებსაც ბევრი დრო არ აქვთ, შოკოლადის ტრიუფელისა და კოქტეილის რეცეპტს გთავაზობთ. მარტივია, ადვილია, ფინანსურად ხელმისაწვდომია და უმოკლეს დროში შეგიძლიათ არაჩვეულებრივი დესერტი გააკეთოთ თქვენი სტუმრებისთვის და რაც მთავარია, ძალიან სასარგებლო. მანჰეტენ მარტინის მოსამზადებლად 2 ალკოჰოლური სასმელი და ბევრი ყინული დაგჭირდებათ. შეიკერში გააზავეთ ნახევარი ჭიქა ვისკი, მეოთხედი ვერმუტი და რაც შეიძლება ბევრი ყინული. შეანჭრიეთ და ჭიქაში დაასხით. გემოვნებისთვის დაამატეთ ალუბალი და ლიმონი. უინსტონ ჩერჩილის დედამ მანჰეტენის კლუბში შეუკვეთა ფართი ერთ-ერთი პრეზიდენტობის კანდიდატის საპატივსაცემად და ბართენდერმა, რომელმაც იქ ეს ნაზავი დაამზადა, ზუსტად მიიღო ეს მანჰეტენ მარტინის რეცეპტი. მანჰეტენ მარტინისთან ერთად შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ შოკოლადის ტრიუფელი. ტრიუფელის დასამზადებლად შავი შოკოლადი და კარაქი აურიეთ. დაამატეთ თაფლი, კონიაკი და ნიგოზი გემოვნებით. მიღებული მასა დაამრგვალეთ და დაჭრილ ნიგოზსა და კაკაოში ამოავლეთ. ნათი არის ჯადოხარი. ეს არის ქალბატონი, რომელიც დაამთავრა ფრანგული კულინარიის სკოლა. ცხოვრობს ამერიკაში და ეხლა გვეწვია ცინის გვაჩუქა. შოკოლადის ტრიუფელისა და მანჰეტენ მარტინის მოსამზადებლად სულ რამდენიმე წუთია საჭირო. ინგრედიენტები მარტივად ხელმისაწვდომია. შოკოლადისა და ალკოჰოლის მოყვარულებს შეგიძლიათ საახალწლო სუფრას ახალი დეტალების შემატოთ. 2012 წელი საკმაოდ იღბლიანი აღმოჩნდა ნიკუშა ღაჭავასთვის. 6 წლის ნიკუშა, რომელიც მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა სიკვდილს გადაურჩა და ახალ 2013 წელს ოჯახთან ერთად შეხვდება. საახალწლო საჩუქრის იდეაც სწორედ 5 დღის წინ მომხდარმა შემთხვევამ მიაწოდა. თოვლის ბაბუასგან ნიკუშა დისტანციური მართვის სახანძრო მანქანას ელოდება. 6 წლის ნიკუშა ღაჭავა ახალ წელს სახლში შეხვდება. ის რამდენიმე დღის წინ მეცხრე სართულიდან გადმოვარდა, თუმცა სერიოზული ტრამვის გარეშე გადარჩა. ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობას 5 დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში აკვირდებოდნენ. დღეს კი ის უკვე სახლში გაწერეს. სერიოზული გართულებები არ აღმოაჩნდა.
იყო დაკვირვების ქვეშ, გავუკეთდა ყველა კვლევა, რაც საჭირო იყო. გაწერის წინ კიდევ ერთხელ გავაკონტროლებთ ყველაფერი. ეხოსკოპიაც, ანალიზებიც, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, ასე რომ ეწერება ჯანმრთელი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამჟამად მის ჯანმრთელობას მდგომარეობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელია და მადლობას ვწირა ღმერთს, რომ ის გადარჩება დღეს ცოცხალი. სახლში დაბრუნებულ ნიკუშას ახლობლები და ნათესავები დახვდნენ. ოჯახში გადაწყვეტეს, რომ ბავშვისთვის რთული იქნება იმ სახლში დაბრუნება, სადაც ასეთი ტრავმა მიიღო. ამიტომ ნიკუშა მშობლებთან ერთად დროებით ვებიასთან იცხოვრებს. პატარა ნიკუშას ფანჯრიდან გადმოვარდნა კარგად ახსოვს, თუმცა ისიც და მისი ახლობლებიც ცდილობენ მომხდარი აღარ გაიხსენონ და ახალ წელს საზეიმო განწყობით შეხვდნენ. კარგად შევხვდები, კარგ საჩუქრებს მომიტანს და კარგად ვარ. დღეს და ტრიობები რომ მომიჩენეს, დღეს კარგად ვარ. დღეს ვერ გამოვედი, მაშინ მე არ მკიოდა. სამატყოფოში რო ვიყავი, ეხლა რო გამოდიოდი, რუაბზე მკიოდა, მაგრამ მე გამიჩერდა, როცა დავდიოდი. ორმაგი და 10 მაგის სიყვარულით შეხვდები მე, რა ჩემი შვილი გადამიჩა ღმერთის წყალობით, ცოცხალი მყავს და სხვა განსაკუთრებული არაფერი არ მინდა. ცოცხალი ბავშვი რო ვნახე, ცოცხალი რო დამიბრუნდა, უნებელი რო დამიბრუნდა, ჩემი ნიკუშა. რას მომზადებთ სახალხო სოფლისთვის? ნიკუშაც ხაჭაპური უყვარს და ხაჭაპურს მომზადებ. როგორც ყველა ოჯახში ხაჭავებთანაც საახალწლო სამზადისია. ნიკუშა კი თოვლის ბაბუასგან დისტანციური მართვის სახანძრო მანქანას ელოდება. წლის კურიოზებს ჩვენი მაყურებელი ალბათ ყველაზე დიდი ინტერესით ელოდება. ახლა ნახეთ ნაწილი კურიოზებისა, რომელსაც უკვე 9 საათიან გამოშვებაში ვრცლად იხილავთ. 31 დეკემბერს საღამოს 9 საათზე. ჟურნალისტები და რესპონდენტები კადრის მიღმა. მოგესალმებით, ლონდონი. გამოდი და დაჭიქილება. ის რაც ეთერში არასოდეს გინდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ახალ ხელისუფლებას მიმართავს. ყველგან დაგეძე. პოლიტიკოსების ახალი წელი. როგორ ემზადებიან დეპუტატები და მინისტრები 2013 წლის შესახვედრად. სამუშაო ოთახში გატარებული 31 დეკემბერი და მზადება ოჯახებში. წლის პოლიტიკური მოვლენები. პოლიტიკა, მედია, კულტურა, სპორტი. მხოლოდ მე-9 არხზე. პირდაპირი ჩართვები საქართველოს ყველა რეგიონიდან. როგორ ხვდებიან 2013 წლის დადგომას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. დღეს საღამოს 9 საათზე. მე-9-ზე. წლის ბოლო ახალი 9-ზე. ზურგის ქარი და ბევრი თევზიეს მეთევზეების საახალწლო სურვილებია. ტრადიციული თევზაობის პროცესი მე-9 არხის ობიექტივში მოხდა. ჩვენი გადამღები ჯგუფი მეთევზეებს შეუერთდა და ღია ზღვაში გავიდა. მებადურების საახალწლო განწყობა, პრობლემები, სურვილები და ღია ზღვაში გატარებული 12 საათი ნახეთ ჩვენს რეპორტაჟში. ზღვაში გასვლა ყველაზე მოსაწყენი პროცედურით ღუზის ამოღებით იწყება. მებადურებს მოთმინება არ ყოფდით ღია ზღვაში გასვლა ეჩქარებათ. მესაჭე თავის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თევზაჭერის ეინერი სამეგრელო ყველანაირად მზადაა იმისათვის, რომ ღია ზღვაში გავიდეს და თევზჭერის პროცესი დაიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელია და განწყობაც შესაბამისი, საქმე მაინც თავისას ითხოვს. ნაპირზე მომლოდინი ადამიანებთან ერთად სეინერს თოლიების დიდი გუნდიც აცილებს. თოლიები ყველაზე ხშირად იქ ჩნდებიან, სადაც თევზია. ღია ზღვაში გასვლის შემდეგ მეთევზეები ზღვის ფსკერის სკანირებას და ბადის გამზადებას იწყებენ. ჯერჯერობით არ გვიმართლებს, თევზი არ ჩანს. ანუ ამ მონიტორზე ხარ მთლიანად დამოკიდებულება. საახალწლო განწყობების მიუხედავად პრობლემებზე საუბარს მასპინძლები არ გაურბიან. ამბობენ, რომ დარგი მიტოვებულია. არადა სხვა საქმის კეთება არ გამოსდით, საახალწლო სურვილებსაც არ ებიწყებენ. თავარი პრობლემა ესაა, რომ საქართველოში მეთევზეობას კანონი არ აქვს. სურვები თევზს, მეთევზებსია თელ საქართველოს, მოსახლეობას, ყველას, მშვიდობას, გაერთიანებას, ამრავლებას. საქართველოს 20 წელზე მეტია, ლობიო და თევზმა გადაარჩინა ნაღდად. ხავშია და ლობიო, ეს ყველა მიცის. სამომავლო გეგმებზე საუბარში დრო გადის. მეთევზეები საახალწლო სუფრისთვის ემზადებიან. გემზე ალკოჰოლური სასმელი აკრძალულია გამონაკლისის სახით, ახალი წლის სადღეგრძელო მაინც ისმევა.
ყველას მოვლოცა. ღამდება. თუმცა თევზი მაინც არ ჩანს. ათეულობით მილის გავლის შემდეგ აჭარის სანაპიროებს უახლოვდებით. უკვე 5 საათია ღია ზღვაში ვიმყოფებით, ამის მიუხედავად წყალში თევზი მაინც არ ჩანს. თუმცა მეთევზეები იმეც არ კარგავენ, რომ ამაღამ მათ აუცილებლად გაუმართლებ. აშკარად არ გაგვიმართლა. გემის კაპიტანი ფოთის პორტში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს. მოვდივართ პორტში. მოვწადით და იქ ჩვენი ერთეული გამოდის და ყურადღებით ხართ ისე ავარდით. სეინერის დაბრუნებას პორტში დამხდურების მოწყენილები ხვდებიან. დღეს არ გაგვიმართლა. როგორც ამბობენ, ყველაზე ხშირად მეთევზეები და მონადირეები ტყვიან, თუმცა დღეს სიმართლის თქმა გვიწევს. აშკარად არ გაგვიმართლა და ხმელეთს თევზის გარეშე უბრუნდებით. თუმცა დღეს ხომ ახალი წელია და მეთევზეებიც იმეც არ კარგავენ, რომ ხვალ მათ აუცილებლად გაუმართლებთ. ჩვენგან განსხვავებით სხვებს გაუმართლათ. ამიტომაც ფოთოლების საახალწლო სუფრას თევზი ამჯერადაც დაამშვენებს. როგორ ხვდებიან ახალ წელს კახეთში, თელავში იანტბელიძეების ოჯახში ნაძვის ხე უკვე მორთულია. მიუხედავად იმისა, რომ სახიობის ოჯახში დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ საახალწლო მზადება მოგვიანებით დაიწყო. ტრადიცია არ დარღვეულა ახალი წლის ღამეს მათ სუფრაზე გოზინაყი, საცივი და ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა აუცილებლად იქნება. მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი საახალწლო სამზადი სოფელ რუისპირშიც დაესწრო. იმის გამო რომ მე არასოდეს არ მცალია ხოლმე წლის ბოლოს, ამიტომ მიწევს სულ ბოლო წუთებში და ბოლო დღეებში ამის კეთება. იანტბელიძეების ოჯახში ნაძვის ხე დაგვიანებით მორთეს. მიუხედავად ამისა, თელავის ერთ-ერთი ცნობილი ოჯახი ტრადიციას არ არღვევს და დატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ საახალწლო სამზადისიც იწყება. ეხლა იმდენი ხანია ბაზარში არ ყოფილა. სახიობისა და ხელოვნებათმცოდნის ოჯახში საახალწლო სუფრის მომზადება ინგრედიენტების შეძენით დაიწყო. ვიყიდებ თაფლი, მიგოზი და ფარში მაინც უნდა ტოლმა ხონა გააკეთვა, საცივთან ერთად. ვაზის ფოთოლში. ფოთოლი გვაქვს. ფოთოლი გვაქვს, თავარი. პასი არ გვინდა გვაქო. მაგაზიას ნათქვა. ეს არის ჩვენი. და ნუ საათებს ახლა მოიფიქრებს რამეს დიასახლის. შევხედოთ რა გამოვა. საახალწლო სუფრაზე ტრადიციულ კერძებთან ერთად ადგილს დიასახლისის მიერ ევროპული რეცეპტით დამზადებული სუნელებით შეკმაზული ხორცი დაიკავებს. სახელი თავადაც არ იცის, თუმცა ამბობს, რომ კერძი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შორის მოწონებით სარგებლობს. ზოგი ამას ეძახის ატმაქსიმა, ზოგი ეძახის როშფორს, ზოგი ეძახის მადამ ბოვარი, მოკლედ ნაირ-ნაირი სახელები აქვს. მე არ ვიცი ზუსტად რომელი ქვია, მაგრამ ჩემს სტუმრებს და ჩემ მეგობრებს და ჩემი ოჯახის წევრებს ძალიან უყვართ ეს ყველაფერი. მცირე ვართ, როგორც სოფლის მარილი მრავალჭირი ვარამ გადატანილი უფლის კვართივით, ერთი მთლიანი. დავიცვათ რწმენა, ვართ ქრისტიანი. არ მახსოვს, როდის ვიწყეთ შენება, არ გვიწერია გადაშენება. გაიხარეთ და გაიხარეთ. ახალ წელს განსხვავებულად ხვდებიან სოფელ რუისპირში. ტრადიციულად ყოველ წელიწად სავკლავთ ღორებს სოფელში და ემზადებით საახალწლოდ. ხორის დაკლის შემდეგ მაყალზე მწვადი იწვება და ოჯახის წევრებმა პირველი სადღეგრძელოც დალიეს. მოდღევანე დღეს გაუმართლეს. ახალი წელი დავლოცოთ, მომავალი ახალი წელი. წლის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ქალაქის 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ქალაქის ბიუჯეტი 88,661,800 ლარით განისაზღვრა, რაც გასულ წლებთან შედარებით სამჯერ ნაკლებია. ახალი ბიუჯეტით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 100 მილიონი ლარით შემცირდა. ბათუმის მერის განცხადებით თანხა გათვალისწინებული იყო რამდენიმე ახალი ქუჩის, სოციალური სახლის და ღამის თავშესაფრის მშენებლობისათვის. შესაბამისად აღნიშნული პროექტები ვეღარ განხორციელდება. ჯებალ ანანიძის განმარტებით მომავალი წლისათვის მიმდინარე ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდება. ქალაქის თვითმმართველობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 44,494, ხოლო აჭარის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარის ოდენობით ტრანსფერი მიიღო. ბიუჯეტთან დაკავშირებით უნდა გითხრათ, რომ სულ კანონმდებლობას ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ არის საკითხები, რომლებიც ჩვენ გვაჩნია პრიორიტეტად და ეს საკითხები უფრო უნდა იყოს აღმოჩენილი. რა თქმა უნდა, ბიუჯეტი განახევრდა. ბევრი ქუჩა იქნა ამოღებული ბუნებრივი ამ შემცირებული ბიუჯეტის ფონზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც შევინარჩუნეთ სოციალური მხარდაჭერა მოსახლეობისათვის. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ აჭარის მთავრობამ 6 მილიონზე მეტი ლარი გამოგვიყო სპეციალური ტრანსფერის სახით. საკრებულომ პირველად დაუჭირა ერთხმად ბიუჯეტს მხარი და დაუჭირა სამჯერ შემცირებულ ბიუჯეტს. თუ ერთხმად მხარდაჭერისთვის საჭირო იყო სამჯერ შემცირებულ ბიუჯეტი, ალბათ ადრეც უნდა ერთხმა ამ ადამიანებს და ბუნებრივია ამას გავაკეთებთ. სრული სისულელია იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტიდან ტაშპანდურების ფული იქნა ამოღებული და ამიტომ მოქცეს ნაკლები თანხა ბათუმის ბიუჯეტს.
ხელვაჩაურის გამგებლად ლევან ლორთქიფანიძე აირჩიეს. საკრებულოს ხდომაზე ლევან ლორთქიფანიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირეს. ლორთქიფანიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების ხელვაჩაურის შტაბის ხელმძღვანელი იყო. გამგებლის პოსტის დასაკავებლად განაცხადი ორ კანდიდატს ლევან ლორთქიფანიძეს და იაშა გვიანიძეს ჰქონდათ შეტანილი. დღევანდელ ხდომას იაშა გვიანიძე არ დასწრებია საკრებულოს მისი კანდიდატურა არ განუხილავს. მიუხედავად იმისა, ის ფაქტი, რაც მოხდა ნორმალური გზით, ცივილიზებული გზით მოხდა ხელისუფლების შეცვლა ხელვაჩაურის სავარში, ამას მივესალმები და აქედან გამომდინარე მიუხედავად ამისა, რომ თვლი დაჩქარებული წესით მოხდა ასეთი გადაწყვეტილების მიღება და დაუჭირე მხარი ახალ ტიპის და მას უსურველ წარმატება. ძალიან ბევრი პრობლემებია და გასათვალისწინებელია ეს პრობლემა. ამ პრობლემებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პრიორიტეტები უნდა განსაზღვროთ ხელვაჩაურის რაიონში, რა პრიორიტეტები არის განსაზღვრელი. ხალხს რა პრობლემები აქვს. თელავის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ახალი წელი დღეს რაიონის გამგებელმა მიულოცა. ზურაბ ყურაშვილმა ახალგაზრდებს საახალწლო თკბილეული და ზამთრის ტანისამოსი გადასცა. გამგებელმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საღამოს ქალაქის მთავარ მოედანზე საახალწლო კონცერტზეც მიიწვია. ბავშვებს თკბილეული ჩასაცმელი მოვართვით, რომ ამ ზამთარს ცოტა თკბილად იყვნენ. და მინდა რომ მიულოცო დამდეგი ახალი წელი, მინდა რომ ბედნიერება უსურო 2013 ბედნიერების წელიწადი ყოფილიყოს ამ ბავშვებისთვის. დღეს თელავის ბავშვთა სახლში გვესტუმრა თელავის გამგებელი, რომელმაც მოგვიტანა თკბილეული და ჩასაცმელი. ჩემი სახელი და ასევე ბავშვთა სახლის სახელით ვუხდი ძალიან დიდ მადლობას. კალანდობის რიტუალი და ტრადიციული გურული იუმორი ახალწელს გურიის სოფელ მამაჩი ხასანბეგურას და აგუნას სიმღერით ხვდებიან. ეს ამ სოფლისათვის განსაკუთრებული და აუცილებელი ტრადიციაა. საშობაო სუფრასაც გურულები განსხვავებული კერძებით ავსებენ. აგუნა ღვინის ღმერთის სახელწოდებაა, რომელსაც გურიაში მხოლოდ საშობაოდ და საკალანდოდ უხმობენ თავიანთ სახლებში. გურული ლეხი წლიდან წლამდე ემზადებოდა იმისათვის, რომ შეხვდენოდა კალანდას ხვავრიელად, კარგად რომ ოჯახისათვის გაეცენებია ახალი წელი ხვავით და ბარაკით. გურულები საახალწლო სუფრასთან ისტორიულ საგმირო ხასიათის სიმღერას ხასანბეგურას ასრულებენ. გურიაში განსაკუთრებულად 14 იანვარს აღნიშნავენ, მაშინ როცა ყველას ოჯახში შემოდის კალანდა, რაც სულხან საბას ლექსიკონით წლის თავს ნიშნავს. აგუნა იყო კალანდას, როდესაც ჩამოვიდნენ ეზოში, გადმოეძახდნენ, ეს იყო ღვთისმიერი სიტყვა, რომელიც ნიშნავდა ხვავის, ბარაქის მოტანას სახლებში და ლოცვა იყო, ერთ-ერთი ლოცვა იყო. კალანდობის რიტუალი და ტრადიციები გურიაში ამ დრომდე განსაკუთრებით არის დაცული. მათ შორის საშობაო კვერის უძველესი რეცეპტით მომზადებაც. კვერი ტრადიციულად გურიაში მზადდება ცხელღადარში. ისე გემრიელი არ გამოვა თუ კვამლა თვალი არ დაგწვა. ღადარში გამომცხვარი კვერი კი არაფერია თუ მას ასევე ძველი ტრადიციით ჩემწვარი კუპატი არ დაემატება, რომლის მომზადების წესით ასეთია. კვერს უხდება კუპატი, ტრადიციულია გურიაში იციან. კუპატი განსაკუთრებული, გემრიელი და კარგი. აბადანა. კალანდობა გურიაში ზუსტად 12 საათზე ჩამოკრავს ყველას ოჯახში და ტრადიციულად ამ დროს ყველა გურულის ოჯახიდან ხასანბეგურას და აგუნას ხმა გაისმება. სასჯელახსრულების და ჯანდაცვის მინისტრების მოადგილეები რუსთავის მეხუთე ქალთა კოლონიაში იმყოფებოდნენ. მათ დაწესებულებაში მყოფი ჩვილბავშვთა დედები მოინახულეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. 5 ხანდაზმულს ჯარდებულ სასჯელახსრულებიდან გათავისუფლების შესახებ პირადად აცნობეს არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს სასჯელახსრულების დაწესებულებას 9 პატიმარი დატოვებს. აქედან 4 მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რესპუბლიკური საავადმყოფოდან გათავისუფლდება. ყველა მათგანს პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის დადებითი რეკომენდაცია შეეხო. დღეს სასჯელახსრულების დაწესებულებას დატოვებს 9 ადამიანი, აქედან 4 ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, ხოლო 5 ხანდაზმული ასაკის გამო. ეს გამოდიან კიდევ ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოდან უშუალოდ ამ კომისიის მიერ განთავისუფლებული ადამიანები ასევე ტოვებენ სხვა მჯარდებულების, რომელიც სხვა მექანიზმებით განთავისუფლდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის. მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მაქსიმალურად იქნებიან მობილიზებულნი. საპატრულო პოლიცია რეკომენდაციით მიმართავს მოსახლეობას და მოუწოდებს, რომ ახალი წლის დღეებში თავი შეიკავონ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილების მართვისგან. სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ასევე აფრთხილებს მოსახლეობას, რომ სტრატეგიული ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე არ გამოიყენონ სადღესასწაულო პიროტექნიკა და მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. პირველ რიგში მოგილოცავთ 2013 წლის დადგომას და საპატრულო პოლიციის სახელით გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატებები. ასევე მინდა გაცნობოთ, რომ ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთლიანი შემადგენლობა გადადის გაძლიერებულ რეჟიმზე, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს საზოგადოების უსაფრთხოება და სიმშვიდე. ასევე მინდა მოგმართოთ თხოვნით ახალი წლის დღეებში მაქსიმალურად თავი შეიკავოთ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისაგან. ახლა კი მოკლედ იმის შესახებ, თუ რას ნახავთ დღეს საღამოს 9 საათზე მთავარ გამოშვებაში. 31 დეკემბერს საღამოს 9 საათზე. მანა. ჟურნალისტები და რესპონდენტები კადრის მიღმა. მოგესალმებით, ლონდონი. გამოდი და დაჭიქიდება. ის რაც ეთერში არასოდეს გინა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ახალ ხელისუფლებას მიმართავს. ყველგან დაგეძრა. პოლიტიკოსების ახალი წელი. როგორ ემზადებიან დეპუტატები და მინისტრები 2013 წლის შესახვედრად. სამუშაო ოთახში გატარებული 31 დეკემბერი და მზადება ოჯახებში. წლის პოლიტიკური მოვლენები. პოლიტიკა, მედია, კულტურა, სპორტი. ხოლოდ მეცხრე არხზე. პირდაპირ ჩართვები საქართველოს ყველა რეგიონიდან. როგორ ხვდებიან 2013 წლის დადგომას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. დღეს საღამოს 9 საათზე. მეცხრეზე. წლის ბოლო ახალი 9-ზე. რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო ეთერში ვერ მოხვდა. როგორ ხვდებიან ახალწელს ადამიანები, რომლებიც მუდამ ჩვენი კომფორტისა და უსაფრთხოებისათვის ზრუნავენ. მათ უმეტესობას ახალწელს საკუთარ ოჯახებში შეხვედრის ფუფუნებას პროფესია არ მისცემს. მით უმეტეს, რომ ახალი წლის დღეები გაუთვალისწინებელი შემთხვევებით დატვირთული იქნება. განგაშის საყვირიდან 45 წამში მეხანძრეები მისამართზე გასასვლელად მზად უნდა იყვნენ. მამუკამ ფარეხში ჩასვლა, სრული ეკიპირება და მანქანაში ჩაჯდომა უნდა მოასწროს. ის 22 წელია მეხანძრეა. ამ ხნის განმავლობაში რამდენ ახალწელს შეხვდა სამსახურში ვეღარ ითვლის. 12 საათმა შემოკრა, ჩვენ დავიწყეთ ახალი წლის აღნიშვნა, უცბად გაიღო კარები, სადაც ვისხედით სუფრასთან და თოვლის ბაბუა და ფიფქია შემოვიდნენ. ჩვენ გვეგონა ვინმე გვეხუმრებოდა, სინამდვილეში გამოძახებაზე მიდიოდნენ და მისამართი გკითხეს, რა თქმა უნდა, ჩვენ დავაკვალიანეთ. აგერ მიცკევიჩის ქუჩაზე მიდიოდნენ, მაგრამ ამასობაში სანამ ისინი საბურთალოს ქუჩიდან მიცკევიჩამდე ფეხით გაუყვნენ, მანამდე ჩვენ სახანძრო მანქანით გადავუსწარით უკვე გამოძახებაზე მიმავლებმა. ახალი წლისთვის განსაკუთრებით ემზადებიან მეტროპოლიტენის თანამშრომლებიც. მატარებლის მემანქანე კახა 2013 წლის შეხვედრას სახლში ოჯახთან ერთად აპირებს. მიიჩნევს, რომ მეტროს მემანქანის პროფესია ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგან ყოველდღიურად ათასობით ადამიანის უსაფრთხოება სწორედ მასზეა დამოკიდებული. ჩვენ ვიწევს მუშაობა მავნე პირობებში დაახლოებით ალბათ 7-8 საათის განმავლობაში და გზავრების სიცოცხლესთან ამბობს საქმე. აი ამ დღესასწაულს ასევე ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდება პარკინგი ინსპექტორი. სითი პარკის თანამშრომელი მერი ბიწაძე უკვე მე-4 წელია ქალაქში პარკირების ადგილებს აწესრიგებს. მოხარული ვარ, რომ ჩემი წვლილი შემაქვს პარკირების მოწესრიგებაში, რაც თავისთავად გულისხმობს ქალაქში მოძრაობის დარეგულირებას.
ზერგოგა ჩიჩილაძე 31 დეკემბერს მორიგეა. როგორც თავად აცხადებს, ახალი წლის ღამეს უბედური შემთხვევები ხშირია. მაშველებს დღესასწაულზე ჩვეულებრივზე მეტი გამოძახება აქვთ. ამის მიზეზი როგორც პიროტექნიკის არასწორი გამოყენება, ისე ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღების გამო შექმნილი შემთხვევა შეიძლება გახდეს. 2013 წლის ღამეს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე სწორედ ის იზრუნებს. ქართველები ცოტა ჭამასმის მოყვარული ხალხი ვარ და ხდება ხოლმე ავარიები რაღაცეები და აქედან გამომდინარე გამოხვილებული გვაქვს ყურადღება და ყოველთვის ყურადღებით მუშაობთ. ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობა ყოველთვის რისკთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანებს ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობა უწევთ, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ თითოეული მათგანი საყვარელ საქმეს ემსახურება. ძვირფასი საჩუქრები ძვირფასი ადამიანებისათვის. მეცხრე არხის გადამღები ჯგუფი დაგეხმარებათ ზუსტად შეარჩიოთ ის საახალწლო საჩუქარი, რომელიც 2013 წელს დაუვიწყარს გახდის თქვენი რჩეულისთვის. სამკაულის სუნამო ან თუნდაც ავტომანქანა, იმიტომ რომ ახალი წელია, ამ ყველაფერს საკმაოდ დიდი ფასდაკლებით შეიძენთ. შეყვარებულისთვის ვარჩევ საჩუქარს და რავი, არ ვიცი რა ვიყიდო და რო ვიყიდი მოეწონება თუ არა, ეგაც არ ვიცი. საახალწლო საჩუქრების არჩევანი დიდია, თუმცა შერჩევა არც ისე ადვილი. თუ გადაწყვეტ, რომ საყვარელ ადამიანს უნდა მოაჩქოთ, მაგრამ წინასწარ შერჩეული არ გაქვთ, კონსულტანტები ასაკის, თმისფერის და სტილის მიხედვით საუკეთესო სუნამო შერჩევაში დაგეხმარებიან. სასაჩუქრე ბარათით კი მას ასურველი ბრენდი შეძენა თავად შეეძლება. სუნამოს შერჩევა ხდება როგორც ასაკის, ასევე ტიპაჟის მიხედვით, ანუ რა ფერში არის დაუშვათ ქალბატონი, არის ქერათმიარი, არის შავგრემანი, როგორი სტილი აქვს, სად მუშაობს, ასევე იგივე შეიძლება ვთქვათ მამაკაცის სუნამოს შერჩევის დროს. თუ ახალ წელს ინტელექტის ამაღლების სურვილით შეხვდებით, ლიტერატურის მოყვარულთათვის საუკეთესო საჩუქარი წიგნებია. არჩევანი აქაც დიდია, ყველაზე ძვირადღირებული და წონიანი წიგნი 10,000 ლარად შეგიძლიათ შეიძინოთ. ზოგადად წიგნი როგორც საჩუქარი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხშირ შემთხვევაში რაღაც დონეზე ინტიმური საჩუქარიც კი, იმიტომ რომ ფაქტობრივად შენ ჩუქნი სხვა ადამიანს იმას, რაც ხშირ შემთხვევაში შენ თვითონ ძალიან მოგწონს და გინდა რომ გაუძიარო მას ეს შენი დიდი სიყვარული ამ წიგნის მიმართ. ძვირფასი სამკაული საპირისპირო სქესის გულის მოსაგებად საუკეთესო არჩევანია, ხოლო თუ საყურეს სამაჯურს ან ბეჭედს ორიგინალური ფორმა ან რაიმე საინტერესო ისტორიაც აქვს, მისი დატვირთვაც უფრო იზრდება. თუმცა ზოგიერთი სამკაული სწორედ სისადავით არის მიმზიდველი. მამაკაცებს ძირითადად ქალბატონები ჩვენ ქსელში ურჩევენ სამაჯურებს, ოქროს სამაჯურებს და ერთგვარი სიახლეც არის პერანგის სამაგრები, ასევე სუვენირებს, რომლებიც არის შესრულებული ქართულ თემატიკაზე და გამოიყენება სამაგიდე სუვენირებად. წელს ასევე გვაქვს სიახლე, ანუ ყოველ წელიწად ვანახლებთ ამ კოლექციას და გვაქვს მომავალ სიმბოლო გველი, რომელიც ჩვენ ქსელში იყიდება. კარგი ბრენდის საათი კი მამაკაც უფრო მიმზიდველს ხდის. ის რომ მე ჩამოღვაწა კარგად ვისწავ, შესაბამისად საჩუქრის არჩევაც მიადვილდება, თორე ზოგადად ძალიან რთული პროცესია. ყველაზე სასურველო და ძვირადღირებულ საჩუქრებში კი ავტომობილი უკონკურენტოა, სპეციალურად საახალწლოდ საავტომობილო ცენტრები გრანდიოზულ ფასდაკლებებს გთავაზობთ. საახალწლოდ ყველაზე კარგი საჩუქარი არის Volkswagen Passat-ი, რომელიც არის საოჯახო ტიპის ავტომობილი და რომელიც შეგიძლიათ აჩუქოთ როგორც მანდილოსანს, ასევე მამაკაცს. იქნება იდეალური საჩუქარი. ახალი წლის დღეების შემდეგ კი განტვირთვისთვის ანი სიმონესპის საახალწლო ვაუჩერი თქვენს სიმშვიდეზე და რელაქსაციაზე იზრუნებს. პროცედურების მრავალფეროვანი არჩევანით სარგებლობა მამაკაცებსაც შეუძლიათ. ეს საჩუქრების ის მცირე ჩამონათვალია, რაც თქვენთვის ძვირფას ადამიანს შეიძლება მიუძღვრათ. როგორც არ უნდა იყოს საჩუქარი, მთავარია ამას მთელი გულით აკეთებდეთ. ახალი წლის მთავარი დანიშნულებაც ხომ ესაა, გახსოვდეთ იგი მუდამ. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რას ნახავთ ჩვენ საახალწლო ეთერში საღამოს 9 საათზე. 31 დეკემბერს საღამოს 9 საათზე. ჟურნალისტები და რესპონდენტები კადრის მიღმა. მოგესალმებით ლონდონი, გამოდით და დაჭიქიდება. ის რაც ეთერში არასოდეს გინახავთ. ლაბოraტორიული პარტიის ლიდერი ახალ ხელისუფლებას მიმართავს. ყველგან დაგეძებთ. პოლიტიკოსების ახალი წელი. როგორ ემზადებიან დეპუტატები და მინისტრები 2013 წლის შესახვედრად. სამუშაო ოთახში გატარებული 31 დეკემბერი და მზადება ოჯახებში. წლის პოლიტიკური მოვლენები. პოლიტიკა, მედია, კულტურა, სპორტი.
ხალხი არ უნდა მომხდეს მას ბაზარზე. მხოლოდ მეცხრე არხზე. პირდაპირი ჩართვები საქართველოს ყველა რეგიონიდან. როგორ ხვდებიან 2013 წლის დადგომას ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. დღეს საღამოს 9 საათზე. მე-9-ზე. წლის ბოლო ახალი 9-ზე. საღამოს 9 საათამდე კი თქვენ გელით გადაცემა ბიზნესის დრო, რა შემოგთავაზებს დღეს თიაშველიძე, ამას თავად იტყვის თია საღამომშვიდობის. საღამომშვიდობისა ნინო, პირველ რიგში გილოცავ დამდეგშობა ახალ წელს და ასევე ულოცავ ტელემაყურებელსაც, რაც შეეხება ჩემს დღევანდელ თემას. ეს არის თემა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს და ეხება მნიშვნელოვან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, რუსული ბაზრის დაბრუნება ქართული პროდუქციისთვის, ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი თემა, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, როგორ ემზადებიან კომპანიები რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის 6 წლიანი ემბარგოს შემდეგ. ჩვენ გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სეთურიძე. დიდი მადლობა თია, ასე რომ უყურეთ გადაცემას ბიზნესის დრო, 6 საათიანი გამოშვება კი ამით დასრულებულია, მე გემშვიდობებით და ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.